წინა გადაცემაში ისევ ზამთარში დავბრუნდით. მაშინ როცა ვახო მოგზაურობას იწყებდა. პატარა სვანი და დიდი სვანი სვანეთში. ვახო მესტიაში ალბათ გადაყვება კუბდარების ჭამას. კალმახის კუბდარი არის აღმოჩენა. გადაწყვიტა რომ მოვიწყო სვანური გაწყობა აქ. ქიში სვანური არომატი. ვახომ ერთ დღეში, რა თქმა უნდა, ვერც თვალთან ურთიერთობის სურვილი დაიკმაყოფილა და ვერც სვანურ გემოში მოგზაურობა დაამთავრა. ამიტომ კიდევ ერთი დღე დარჩა და ძალიანაც კარგად მოიქცა. ხშია? წავა ვერ ვჭავოთო. კუბდარის გაკეთება გუშინ უკვე ვისწავლეთ. დღეს ვახო და ანტონი უბრალოდ გემრიელად შეჭამენ. რას აკეთებდი? თაში ვიყავი ბაღავსიალები. რას? გავჭამ. კუბდარი ვა. მე ვაფე არაფერი. კუბდარი კიდა, ხო? წავჭავ კუბდარი. ხშია ძალიან. ხელია უთხილად, ხო? აია. წავა მამა, ახლა ჩვენ გავაკეთოთ ჭუშტარი. იქ სადაც სვანები ამზადებენ. ნამდვილი წესი და რიგით, ხო? სვანური წესი და რიგით. წავიდეთ? ჩვენ ვაცხობთ ახლა ფეტვიან ჭიშტვარს, რომელიც ჩვენთან არის ეს განსაკუთრებულ კერძად მიჩნეული. ესეც ჩვეულებრივ მარტივად, ხო? წყალი, ძალიან წყალი, ფეტვი, მარილი. და ყველი, რომელიც წელვადია. წელვადია. გადავიტანოთ. გადავიტანოთ. ამას საქმეთ რამე გავაკეთო. კი, გინდა გააკეთო? მოდი. მოდით. რანაირი უნდა გააკეთო? აი, ფორმა მიეცი, აი როგორც აკეთებს. აი ეგრე. შეკენა. გააბტყელე ხა, აი ორი ხელით გააბტყელება, აი ეგრე. და დადე. მიდი. შორში უნდა იყო მათვალები. ო, დაგეწუება, ხო? ზადარის, ხო? ზადარის დამიჭირება ხო? ზოგადად ჭუშტარი მაგ დაჭამე იყო თეთრია. ეს არის შავი და ეს არის ფეტვის. ფეტვის ჭიშტვარი. ფეტვი 9 კილოგრამი, წყალი 300 მილილიტრი, ჭკინტი ყველი 200 გრამი, მარილი 2 გრამი. კონკრეტა. გემოცხვა აქ. ხო. გაცლები ჯობი ვარ გემრიელია.
Yum, yum, yum. ნო, ესეც გავაკეთეთ. ესეც გავაკეთეთ. თუ ისე არ გაგვიმართლა როგორც ვახოს და არ ვართ შუა საუკუნეების სვანურ მაჩუბში, სადაც შუა ცეცხლზე გახურებულ ქვაზე ცხება ფეტვის ჭიშტვარი, მაშინ უნდა ჩავრთოთ ფანტაზია. ფეტვი არ მაქვს, მაქვს ჭადის ფქვილი და ყველი. მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ეს ორი ინგრედიენტი უბრალოდ აურიო ერთმანეთში და მერე დავაცხო ტაფაზე. სულ სხვა რამეს მოვამზადებ. ჭადის ფქვილი 300 გრამი, იმერული ჭყინტი ყველი. გავცრისო დაახლოებით 100 გრამი ყველი. დავუმატოთ წყალი. 50 გრამი მარგარინი საკმარისი იქნება. ოთახის ტემპერატურის, რა თქმა უნდა, რომ ადვილად შეერთდეს მასასთან. ცომი მზად არის, უნდა გავახუროთ ახლა ტაფა. კარგად უნდა გახურდეს ტაფა და უკვე შემდეგ გადავიტანოთ ვიტყვი, შემიძლია უკვე ვთქვა, ტორტილია. სანამ ტაფა გახურდება, მე მოვამზადებ ტიპურ მექსიკურ სალსა соуს. დავიწყეთ. ძალიან მარტივად მზადდება და უგემრიელესია. პომიდორი გავჭრათ შუაზე. გავასუფთავოთ თესლისგან. ცოტა ხახვი სიმძაფრესთვის. ცოტა მწვანე ხახვის ძირები თვითონ, მხოლოდ მწვანე ნაწილი. ქინძი. და ეხლა ზუსტად ის მექსიკური ნოტები, რომელიც სჭირდება. ლაიმი და ტობასკო. სულ აი ამხელა ლაიმიც ეყოფა. წითელი ამ შემთხვევაში და ზეითუნის ზეთი. ცოტა ესე ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ, თორე საკმაოდ ცხარეა. რამოდენიმე წვეთი. პროფესიონალი. მარილი რა თქმა უნდა, ცოტა და უკვე შეგვიძლია ამოურიოთ და სალსა соуსი მზად იქნება. სალსა მზად არის, დავაცხოთ ტორტილია. დამჭირდება ალუმინის ფირფიტა. უნდა დავასველოთ. ავიღოთ ესეთი პატარა გუნდა იმ მასისგან, რომელიც აქამდე მოვამზადეთ. ანუ ეს არის იგივე ჭიშტვარის მასა, უბრალოდ მარგარინი აქვს დამატებული. და გავაბრტყელოთ. აი მივიღეთ აი ესეთი თხელი ფენა, რომელიც უნდა გადავიტანოთ გახურებულ ტაფაზე. თხილად, ცხელია. გადმოვიტანოთ თეფშზე და სანამ ცხელია, უნდა მივცეთ ფორმა. თორემ მერე აღარ დაგვემორჩილება. შეგვიძლია გადმოვიტანოთ უკვე შიგნითვე ჩავდოთ სალსა соуსი.
ჭიშტვარის ტორტილია მზად არის. ჭიშტვარის ტორტილია სალსას соусით. ჭადის ფქვილი 300 გრამი, ჭყინტი ყველი 100 გრამი, წყალი 100 მილილიტრი და მარგარინი 50 გრამი. სალსას соуსი 1 ცალი პომიდორი, ნახევარი თავი ხახვი, მწვანე ხახვი, ნახევარი კონა და ქინძიც ნახევარი კონა. 1/4 ლაიმის წვენი და 3-4 წვეთი წითელი ტობასკო. ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი, მარილი გემოვნებით. თაშვიჯამი არასდროს არ მაგაკეთებული. როგორც ჩანს, მარტივია, ხო? მარტივია, თავარი ინგრედიენტი არის კარტოფილი და წელვადი ისევ ყველი მაგასაც. შეიძლება გავაკეთო. რა, კარტოფილი რო გავწვრა? შეიძლება. დაიჭირე. ეს მოჩეთ. ეხლა უნდა დავჭყიდოთ ეს. გავჭყიდა. მოდი. დავჭყიდა. მოდი, მამა ერთად გავაკეთოთ, მოდი. ვიცი. ოღონდ ვეცადე. აჰა, მორჩა თუ კიდე უნდა. კიდე უნდა. წყალი და ის ქვავის მზად გვაქვს და ადუღებულ ცოტა წყალში უნდა აურიოთ. აბა როგორ, აბა. ჩავყაროთ კარტოფილი, თუ შეიძლება დამიკავეთ. თუ შემინაია. ბატონო? კიდე რაღაცა საუბრობთ ხარ, ხო? ბიშკუცოდ ბე. ჰელ მოდის. ჰელბოდის. ჰელ მოდის. შეცბეს კარტოფილი. დავაყაროთ მარილი. მარტო მარილი მოვაყაროთ. სვანური მარილი. ცოტა გადაყვანო. ხო, არა უშავს. გემრიელია. მე ამოზილავ. ამოზილეთ. მე წავალ ყოლს გავამზადებ. კი ბატონო. ბახო, როგორ გაქვს საქმე? კარგად, აი. ეხლა მეც მალე ცოტა მოვალ. გაცხელდება უკვე. გაგვიცხელდა კარტოფილი. მოვდივარ ბახო. მომაქვს ყველი. აჰა. გავათბოთ ჯერ ესა უნდა გათბეს ეს ყველი. ბახო, ცოტა ხანი დავტოვოთ, რომ ყველი გადნეს. ცოტა ხანი ყველი ხო. და ამოვიღოთ ესა დავტოვოთ. თაშმიჯაბი, კარტოფილი 1 კილოგრამი, ჭყინტი ყველი 9 კილოგრამი, მარილი გემოვნებით. როგორც დავაკვირდი, სვანური კერძები მზადდება მარტივად, მაგრამ ძალიან გემრიელია. ეხლა ვახო მოამზადა თაშმიჯაბი ალბათ ყველაზე ნატურალური პროდუქტისგან. ახლა დამოყვანილი ყველით და იქვე მოყვანილი კარტოფილით. მეც მოამზადე თაშმიჯაბი, იგივე რეცეპტით. ოღონდ ამ შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ შემადგენელი ნაწილი იმ კერძისა, რომელიც უნდა მოვამზადო. არანაკლებ ველური კერძია და ქვია მწყემსის ბრაწულა. ჯერ ვიწყებ ამ კერძის პირველი ფენის მომზადებას. ანუ დამჭირდება შერეული, გატარებული ხორცი. ეს არის საქონლის და ღორის ხორცი. ვუმატებთ 100 გრამ ბარდას. დავუმატოთ კაპერსი ცოტა, რომელიც სიმჟავეს მიცემს. დავუმატოთ მწვანე ხახვი. და სიმინდი. ეს არის სიმინდის მარინადი, რომელიც ძალიან გემრიელია და ძალიან უხდება ხორცს. მე გირჩევდით, რომ ხშირად გამოიყენოთ, ძვირიც არ ღირს და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია. დავჭრათ აი ესე უხეშად, ცოტა დიდ ნაჭრებად. აურიოთ და ჩაუშვათ პირდაპირ ხორცში. ეხლა ამ ყველაფერს
წითელი ფერი ჭირდება და რა თქმა უნდა გემოც, ბულგარული წიწაკა. დარწმუნებული ვარ თავის დროზე, როდესაც ამზადებდნენ წყემსის ბრაწულას, არ უმატებდნენ კაპერს და არ ქონდათ სიმინდის მარინადი. მაგრამ ვიცი, რომ ხორცს აზავებდნენ ბოსტნეულთან, უმატებდნენ კარტოფილსაც და მე დავუმატებ თაშმიჯავს. და ყველი პირიქით, ბევრად უფრო გემრიელს გახდის ამ კერძს. ცოტა ხახვი, ნახევარი თავი. ესეც დავუმატოთ ხორცს. დავუმატოთ ლუდი, დაახლოებით 100-150 მილილიტრი. უფრო წვნიანი გამოვა და ფაფუკი. მარილი, რა თქმა უნდა. და დარიჩინი. ყველაზე პიკანტურ გემოს მიცემს ზუსტადაც ეს სუნელი. დამჭირდება პილპილი და პაპრიკა. ყველაზე მეტად უხდება ხორცს და პაპრიკა. ესე იგი, რამდენაირი გემო გვაქვს? მჟავე, ცხარე, მოტკბო და კიდევ ლუდის თავისებური არომატი. წესი ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. და სვანური მარილი. აი რა მოუხდება. ისე ვეხმაურები ვახოს სვანეთში, მესტიაში და ვამატებ სვანურ მარილს. საკმაოდ ისე ბევრს. გიჟდები. ანუ პირველი ხორცის ფენა მზად არის. ფორმა გვინდა ასეთი. სასურველია კერამიკული. და აი ეხლა დამჭირდება თაშმინჯავი. მეორე ფენა. ვაწყობთ 170 გრადუსზე 40 წუთი. აი ეს არის თაშმინჯაბის ზედაპირი, ოქროსფერი, მობრაწული და არომატული გამოვიდა. შიგნით არის ხორცი, სხვადასხვა ბოსტნეული, კაპერსი, სიმინდის მარინადი, დარიჩინი და სვანური მარილიც კი. დარიჩინის არომატიც იგრძნობა. აი ესეთი მდიდარი გემო მე დიდი ხანი არ გამისინჯია. ძალიან გემრიელია. ვახო კარგად ერთობა და ბევრ გემრიელ საჭმელს აკეთებს და ჭამს. მაგრამ ვახოს მოგზაურობა ჩემთვის არის უდიდესი ინსპირაცია, რომ აი ესეთი საჭმელები მოვიფიქრო. წყემსის ბრაწულა. შერეული გატარებული ხორცი 9 კილოგრამი, 100 გრამი ბარდა, კაპერსი 20 გრამი, სიმინდის მარინადი 50 გრამი, 150 მილილიტრი ლუდი, წითელი ბულგარული 1 ცალი, 9 თავი ხახვი, მწვანე ხახვი, 9 კონა, 2 გრამი დარიჩინი, პილპილი 2 გრამი, სვანური მარილი და თეთრი მარილი გემოვნებით. მოვამზადოთ თაშმიჯაბი. ამისთვის დაგჭირდება 3 ცალი კარტოფილი და 300 გრამი ჭყინტი ყველი. Ой, დაგეხმარებით რა? აჰა. როზელასაც ცოდნა უნდა. მოდი ვახო. ყველი უკვე დნება აშკარად. ნება. კარგია რა, კარგია. მიდი. თელი ქვაბი. ერთი აბოღები თელი ქვაბი არ მოვიდა. მზად არის. გამოიწია.
მოდი მამა. ეს ჩვენი თაშმიჯაფი. ჩვენი თაშმიჯაფი. ხელებით უნდა მივირთვათ, ხო? ხელებით. ანტონი ჭამე რა. ოჰო. გებრია. მიერია. ხო არა? გენაცურა. გემრიელი. კარტოფილი შავით არის. კარტოფილია რა. კარტოფილია. ყველი. ნაგია. დანკაია. ივასუხარი. ხოჩამ დუხარი? ხოჩამ. ხოჩამ დუხარი. ხოჩამ დუხარი. ნამდვილი სვანური კლუბდარი. კალმახის კლუბდარი. ჭიშტვარი. ჭიშტვარი. ფეტვის ჭიშტვარი. ნუ თაშმიჯავი ბოლოს. თაშმიჯავი ბოლოს ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს. ივასუხარი კიდევ ერთხელ. თითოეული ჩაგვიჯდეს რომ რა ჭას გზნობ, ხო? ყველანაირ ლობიოს მოუხდება აი ესეთი ლორი. მოვაჭიქებთ ლობიანს, მასწავლეთ როგორ კეთდება ნამდვილი რაჭული ლორი. ბატონო. მე ღვინო აღარა მაქვს. ვანჭკარაში, ვანჭკარას. ამბავი იმაზე, თუ როგორ ვერ მოხვდა თამთა რაჭაში. მაშასა მე აი მივროფიენ. მაგრამ გამეწია კონკურენცია ჩემებური მეგრული. არა, არ ჩასვადე. აი სვანურ მარიოს უნავ ხომე და მახსენდები. სვანურის კეთები ყველაზე ნატურალური. ხეცი ხარ. ყველაზე მაგარია, ყველაფერი. ცემე პირდაპირ. მიდი რა მართლა. კარგი. ძალიან ამ იცი რას გეცირებს მეუბნა ეს შენ ჩემთან არ გაგივა და ჩემთან ეგ არ ჭრე აი აუ არ ვარ მეტად. არა ყოლო ტექსტი ვიტყოდე თქვენი ბრალია რად მიყურეთ სალსრო ხო აი არა აი სოთი გავარიშე თქვა სოთი ხო არა გამიტყდება მიდი აი ეს აი ეს ბოლი ეს არის მექსიკური სულები რომლებიც მოდიან როცა ტორტილიას ამზადებ მაშინ მოდიან ხოლმე და მამა ეს ვინა ამის მე მაღაზიაში წავალ კი წავალ კი ენტონი ადრესის ვიტყვი კარგი მზად არის უცე